ჩანს? აი ჯერ იმით დავიწყოთ, რა ქვია, თვითონ პრეფერებს რომ მივაბით. საუნდები რა. აი თქვათ bullet enemy. ეს ხო გაქვს? პრეფერებში. add component-ით მიაბი audio source-ი. და player name-ი დატოვე ჩართული და audio clip-ში ჩასვი laser 7 მაქვს ჩასული მე. შეგვიძლია აქედან დაასელექტო. აქ laser აკრიფე და გამოჩნდება laser 7. ჩასვე? მიცო. bullet enemy-ს ხო? bullet enemy-ზე კი. და რომელ sounds უსვავთ? laser 7. კი ბატონო. bullet player ზუსტად იგივე ქენი. audio source მიაბი მაგასაც player name-ი ჩართული დატოვე და laser 1 ჩაუსვი მაგას. bullet players. ჩაუსვი. Okay. კიდე რაზე გვაქვს აქ? ცალკე explosion-ი რო გვაქვს. მაგას ამას რომელი? boom 13 მაქვს ჩასმული მაგაზე. ჩაუსვი. და explosion enemy რო გვაქვს. იარა და explosion enemy 2. ისე გამოიყურება ეგეც რა ქვია პირველი ფრეიმი იმისი აქვს თვითონ enemy. ხო. მაგას ჩაუსვი boom 2. და fireballs ჩაუსვი laser 6. გაქვს ხო ეს fireballs? მაქვს. laser 6. ჩაუსვი. Okay. ნუ ეს ხმები ხა უოჭველი მუშაობს, როცა ესენი გაჩნდებიან თვითონ ეს explosion-ები. და ჩვენ კიდე დავამატეთ random pitch, ხო? აი ესენი ხوار გიწერია. ნახავ ახლა. player script-ში ნახე void player shoot რო გვაქვს და წესით არ გიწერება. ამას მოგიკოპირებ. random pitch-ი? ხო. კი, მიწერია. okay. მიწერია კი. ხო, bullet clone-ზე ხო? bullet clone get component audio source pitch უდრის random pitch. კი. Okay. სხვა enemy script-ში ნახეთ enemy script-ში თუ გიწერია ეს void explode-ში იგივე random pitch-ი, მაგont explosion clone-ზე ახლა. არა, მიწერია. კაი. აი, გიკოპირებ ამას და
ჩაუფრინს და void explode ხო გიწერია? თუ? კი, მიწერია. ჩაუსვი მოკლედ ეს ორი ხაზი destroy-მდე რა. destroy-ის მაღლა. სხვა აქაც გვიწერია. spawn bullet-ი, void spawn bullet-ი იპოვება მან. და მანდაც ჩააფეისთა იგივე ოღონდ bullet clone-ზე გადააკეთებ რა აქ, იმიტომ რომ აი game object bullet clone რო გვიწერია, მაგის დაბლა ჩააფეისთა და უბრალოდ explosion class მაგრამ bullet clone დაწერია აქ მარცხნივ. So, აბა დაასეივე. და გატესტებო. თუ ისიც. კი, არის. მშობა. pitch-ის მუშაობს, ხო? სხვადასხვანაირი ხმები ისმის, ხო? ყოველ გასროლაზე. ვერ დაგვირებ ვერ მიცა. ორიგაც ნახება. კი, სხვადასხვა ისმის. შვენიერი. კაი. მაშინ ახლა აი ეს ისინი რო გვაქვს aim, buff და heal. რასაც დროპავს ეს enemy. მაგათი აღების დროს რო ხმები გავაკეთოთ. და ეგ ხმები space shooter sound-ში ესენიები ნახოთ აბა. მას ქვევით არის power up ისინი ხმები. ხო. ეს გწელია. აი ესეც ხო რაღაც ესეთი შეიძლება. უფრო power up-ები ჯობია. აი თქვა power up 2 რო არის. ეს გამოვიყენოთ რომელზე? aim-ოს აღების დროს თქვა რა. ხო. აქ გვაქვს ორი ვარიანტი. შეგვიძლია რომ ერთ ვარიანტში თვითონ aim-ოს მივაბათ აუდიო სორსი და ეს აუდიო კლიპი ჩაუგდოთ. ოღონდ ამ შემთხვევაში play on awake-ის ჩართვა არ გვაწყობს, იმიტომ რომ რო გაჩნდება მაგ საუნდს გამოსცემს და ჩვენ გვინდა რომ რო გაჩნდება და მე რო აიღებ, მაშინ გამოსცეს ეგ საუნდი. ანუ აღების დროს გვინდა რა რომ გამოსცეს და script-ში ვნახოთ აღება სად გვიწერია. ანუ მე მგონი player script-ში გვიწერია. ხო? კი. player script-ში გვიწერია. აი თქვათ emo clone თუ ქვია im objects რომელსაც იღებს, acrops და bullet amounts ემატება რა. აი აქ უნდა გამოვცეთ მაგის ხმა. მაგრამ თან ის პრობლემა იქნება ახლა აქ იმ პირველ ვარიანტში, რაც ვთქვი რომ როგორც კი ვიღებთ, ეგრევე ვაკრობთ რა იმას. ხო და რახან ეგრე ვაკეთებთ?
ის საუნდი კი პატარა არის, მაგრამ აქ რო ჩართავ იმ საუნდს აღებაზე, ეგრევე გაქრება მე ის ობიექტი და თავის აუდიო სორსსაც გააქრობს. ხო თვითონ ექნება მიღებული ეგ აუდიო სორსი და ის კლიპიც მანდ ექნება ჩაგდებული საუნდი და ეგრევე განადგურდება და შესაბამისად შეიძლება ბოლომდე არ გამოსცეს ხმა რა. ნუ პატარა ე საუნდი. ნუმერაზე რო ჩაურთებ. დავუმატოთ. კი, მაგ შემთხვევაში მაშინ ეგრევე არ გაქრება აღების დროს. ხდები? ხო და ნახე რა შეგვიძლია. ერთი ვარიანტი გვაქვს, რომ players მივაბათ რაღაცა აუდიო სორსი და მაგ აუდიო სორსს დავაკვრევინოთ ის ხმა, აღების ხმა. ან შეგვიძლია რომ საერთოდ სხვა ობიექტი იყოს. აი თქვათ, ეგრე გავაკეთოთ. აი მარჯვენა ხილაკს დავაჭიროთ აქ იერარქიაში, create empty და დავარქვათ pick up sound. აღების საუნდი რა. ტრანსფორმი დაურესეტოთ, ნუ დიად მშობა არ აქვს, მაგრამ მაინც ნულები კონდეს რა x, y და z. მარჯვენა ხილაკს შეიძლება დააჭიროთ ტრანსფორმზე reset. და add component-ით მივაბათ audio source. გავუთიშოთ play on awake. და ეხლა ჩვენ როგორ გავაკეთოთ იცი რომ ეს აუდიო სორსი გამოვიყენოთ სამივე შემთხვევაში რა თქვათ თუ ემოს აიღებ ამ აუდიო სორსმა უნდა დაუკროს რაღაც კონკრეტული pick-up-ის საუნდი თუ buff-ს აიღებ სხვა კონკრეტული საუნდი და თუ hill-ს აიღებ სხვანაირი საუნდი კიდე რა ანუ არ არის აუცილებელი რომ სამივე ამ საუნდის დასაკვრელად სამი სხვადასხვა ესეთი ობიექტი შევქმნათ და თავიანთი აუდიო სორსი მივაბათ. ერთი აუდიო სორსი გვეყოფა რა. pick-up საუნდი მაგითაც დავარქვით და ეს ერთი აუდიო სორსი გამოსცემს იმ კონკრეტულ ხმას გააჩნია რომელს აიღებს. emos, buffs თუ hills. ამიტომ წინასწარ ჩაგდება აქ შეგვიძლია არ გავაკეთოთ ამ წინასწარ შეგვიძლია არ ჩავაკეთოთ აქ რა. კოდიდან გადავწყვეტოთ რომელი საუნდი ჩავარდეს აქ. ამიტომ ეს ესე დავტოვოთ, play on awake გათიშეთ აქ და დავასეივოთ. მერე გადავიდეთ script-ში, player script-ში, რახან აქ გვიწერია. მას აქ რომელი ჩავაგდეთ? ჯერ წეღანა რომელი ჩავაგდეთ? ან თუ არ ჩაგიგია? არ ჩამიგდია. იმას მეუნები აუდიო კლიპი? ხო, მე გაჭედა ჩემთან და გამოვიდა. აუდიო კლიპს არ ვაკეთებთ რა, იმიტომ რომ კოდიდან ავარჩევინოთ რომელი აუდიო კლიპი დაუკრას. ხტი? ია. ხო. მაგით. გაზიარებული კარგად ჩანს ისე, რომ ხარისხი ხوار და კარგა არა. იმას. კარგად. ოკეი. აი შევიდეთ ხა player script-ში. და რახან წვდომა უნდა გქონდეს ამ აუდიო სორსზე ზევით შევქმნათ ამ აუდიო სორსის ტიპის ცვლადი რა, რომ ეს აუდიო სორსი ჩავაგდოთ მე. აი თქვათ აი აქ ჩავამატოთ კომპონენტში public audio source pick up sound. რო ეს pick up sound-ი რაც შევქმნით, რაც აუდიო სორსი მივაბით, ეგ ობიექტი მოვათავსოთ მე ამაში რა და მაგ აუდიო სორსთან წვდომა გვექნება. მასივე ხო არ შევქმნათ აქ და სხვადასხვაი დაუგრებიოთ სხვებზე. ის სამი საუნდი რო ჩავაგდოთ, ხო? ია. მასივე ოღონდ აუდიო კლიპების. ია. public audio clip მასივის ნიშანი ფრთხილები და ამას როგორ დავარქვათ? მოდი pick up
მიცადე ამას pick up audio ხო არ დავარქვათ. ანუ ეს იდეაში audio source-ი არის რა და ან ესე შეგვიძლია რა შემოკლებით source. Pick up audio source მოდი ესე დავარქვათ ამას და თვითონ massive-ს ერქვას pick up sound. აი წაღან იმას რაც ერქვა audio source-ი, ეგ ერქვას ამას რა. იმიტომ რომ იდეაში აქ audio კლიპებში მართლა რომელიღაცა pick up sound უნდა ჩავაგდოთ და ნუ სამივე რაც გვექნება და ამ audio source-ის ტიპის ცვლაც ერქვას pick up audio source შემოკლებული ვარიანტი. SRC pick up audio source. დაწერეთ? დიო. წავედით ახლა შეხების კოდს რაც გვიწერია. აი თქვათ ხო გვიწერია emo კონთან შეხება, hill-თან შეხება და buff-თან შეხება. აი აქ თუგია თავში თუგია ბოლოში ავდიოთ მნიშვნელობა რა აქვს. მოდი თავში დავუწეროთ. emos შემთხვევაში pick up audio source წერტილი ამას აქვს თქვათ play მარტო play ნიშნავს რომ უბრალოდ ჩართავს რა და თუ რამე აუდიო კლიპი აქვს ჩაგდებული აქ მაგას დაუკრავს თუ არ აქვს არაფერი მაშინ არ დაუკრავს რა კი ჩაირთვება play-ს კი გააკეთებს აი ესე რო გეწეროს თქვათ მაგრამ აუდიო კლიპად თუ არაფერი აქვს ჩაგდებული მოკლედ ხმას არ გამოსცემს ამიტომ ის არ გვაწყობს ჩვენ მაგრამ რაღაც შემთხვევაში შეგვიძლია მე გამოვიყენოთ. თქვათ შეგიძლია დაყოვნებით იმას ხნა, რა ქვია, დაუკრა. და ეხლა ჩვენ გამოვიყენოთ play one shot. Play one shot, იმიტომ რომ თან ერთხელ დაუკრავს და თან play one shot-ს აქვს მისათებელი აუდიო კლიპში, ჭხილებში. რომელი აუდიო კლიპი გინდა რომ დაუკრას რა. და ჩვენ აქ დავაკვრევინოთ, დავაკვრით იმას. Pick up sound. massive-ის ნიშანი და თქვათ 0. ანუ 0 ელემენტზე რაც რომელი საუნდიც გვექნება ჩაგდებული, მაგ საუნდს დაუკრავს. emos თუ აიღებს, მაშინ ერთხელ დაუკრავს pick up sound massive-ში მე 0 ელემენტზე რომელი აუდიო კლიპიც გვექნება, მაგას. ეს მოვაკოპიროთ. hill-ის შემთხვევაში ჩავაფეისტოთ და აქ pick up sound-ში ერთი დავწეროთ. ანუ ამ pick up sound massive-ში ინდექსით 1-ზე რაც იქნება ჩაგდებული, რა საუნდიც იქნება, მაგას დაუკრავს და buff-საც ჩავაფეისტოთ აქ. აქ იყოს 2. მეორე ელემენტზე რაც იქნება ჩაგდებული, მაგას დაუკრავს. აი ეს კონკრეტული audio source-ი რა, ჯერ audio source-ში audio source უკავშირდებით და მე ამ play one shot ჩაშენებული ფუნქცია არის, რომელსაც ეწარება audio კლიპი, მიუთითებ audio კლიპს და მაგ audio კლიპს დაგიკრავს ერთხელ რა. დაწერეთ? იო. ოკეი. დავასეიროთ ხარ. გადავიდეთ unit-ში. მოვნიშნოთ player-ი და script-ი სადაც გვაქვს მიღებული, მარჯვნივ player script-ი. გამოჩნდება წესით კომპონენტებში pick up audio source-ი, non audio source ეწერება, ჯერჯერობით არაფერია ჩაგდებული და მე pick up sound-ის massive-იც გამოჩნდება, 0 ეწერება. ჯერჯერობით ამაში არაფერია ჩაგდებული და 0 ელემენტიანი არის. გამოჩნდა? იო. აი, pick up audio source-ში ჩავაგდოთ ეს მოდი ამასაც pick up audio sound-ი. ხო, pick up audio source დავარქვათ ამასაც, რომ არა გვერიოს. Pick up audio
source დააქვით ამასაც და იქ ჩავაგდოთ მე აქ თვითონ ობიექტი და მაგ ობიექტის audio source-ი ჩავარდება რა. აი, ჩაიწერა pick up audio source, ფრჩხილებში audio source. მაგას რო რაღაც კომპონენტი აქვს ჩაგდებული, ჩახდა აქ. და ქვევით კიდე შეგვიძლია აქ 3 დავწეროთ. 3 ელემენტიანი მასივი იქნება და non-audio clip აწერია 3-ვეგან და წავიდეთ ახლა space shooter sound-ში და პირველი შემთხვევაში ავარჩიეთ power up რომელი იყო? აჩა მას რომელზე? ეცემს რომელი იყო ძა? ეს ბევრი power up Power up 2 იყო. ხო power up 2 იყო კი სად არის თავიდან მოვიშვათ პლეიერი და აქ ჩავაგდოთ power up 2 element 0-ში აი element 1-ში რომელიც ჩავაგდოთ ეს ბევრია power up 4 იყოს მოდი მას ჰილში მე 4 დიახ. ხო მეც 4 ჩავაგდებ power up 4 element 1-ზე და element 2-ზეც იპოვე რომელიც ჩავაგდე მე 9 ჩავაგდე მას. ოკეი ნახოთ ოკეი იყოს მე-9 element 2-ში ჩავაგდოთ power up 9 და იმებს წაუშალოთ ხო პრეფაბებს audio source-ი. მიბმული გქონდა შენ ამებზე audio source-ები? ხო, ეგენი წაშალე მაშინ. მე არ მიმიბია და მარჯვენა გილოს დავაჭირე და remove component. ახლა ეს audio source დაუკრავს მაგათ. კაი, აბა გავტესტოთ. Okay. იმშო. შენ background sound-იც გახო ჩაგდებული. შეგვიძლია გამოგვიგზავნო ეგ background sound-ი რო ჩავსვათ ჩვენს? დიახ, ახლა. მიდიო ჩაგდე. ისა ლინკზე შევალმას და მოგზავნე. პირდაპირ აქ რო ჩააგდო იმაში Discord-ში. აი, ხო, ახლა. იზამს. აი აქ ჩააგდე თუ გინდა. Notes resources რო არის მაგ. დიახ. არ ვიცი მას სად არის ეს და მოვძებდი. ის შეგიძლია ნახე. აქ ხო პროექტში ხო შეტანილი გაქვს? დიახ. პროექტში სადაც გაქვს საუნდი მარჯვენა გილაკს დააჭირე და show in explorer და ფოლდერში გაგიხსნის. ოკა. ჩავდი ახლა.
set the sound. ამოუნიშნო სულ ყველას რამდენიმე გამოვწერე. ხო. მას არ მაგზავნებს ლიმიტიაო. ანუ დიდი 10 საუნდია? მეგაბაიტიანს მაგზავნებს. ხო. მოიცავ ლინკს ვნახავ მას. ერთ-ერთი ჩააგდე თუ გინდა. ერთ-ერთსაც არ მაგზავნიებს მას. ოკეი. ისე ვნახავ ახლა ვიდა. მიდი თუ არა და რომელი მე მოვუძებნი ცალკე მაშინ. აი მგონს. და პირველი ჩავაგდე მე მას. ანუ ბევრი რამდენიმეა და პირველი ჩავაგდე. ხო. ელენე ამატებ შენთანაც? დაუნლოდი გავაკეთოთ აქედან და კაი დიდი საუნდები არის ხო? 192 მეგაბაიტი არის. მთლიანად 10 ცალი საუნდი. ისე ნებისმიერი საუნდის დამატება შეიძლება? კი. ანუ YouTube-საც რა ნახო თქვა და გამოწერო და. კი.
ჩავარდა. მოდი ამათ საუნდებში გადავიტან საუნდების ფოლდერში. და რა ხელა არის დიდი არის ხო მეგონა? ხო, სადაც 2 წუთამდე არის თითო. კაი, ამ შემთხვევაში შეგვიძლია რომ რამე empty game object-ი შევქმნათ, create empty. დავარქვათ background sound. მას ეს მე მივავი მას main კამერას და loop-ზე ჩავრდი. კი, ეგეც შეიძლება. background sound დავარქვი უბრალოდ empty game object-ს და მაგას მივაბა მე ხა audio source რა. თუ გინდა შენ ციგრი გააკეთე, თუ გინდა დატოვე ის main კამერაზე რო გაქვს. ეგეც არაა პრობლემა. play on-ები εκεί დავტოვოთ და აქ audio კლიპში. ცალკე რო აქვს კიდე თავი audio source-ი. audio და მე audio source შევდიხარ. რაზე ამბობ? ანუ create empty-ის ქვეშ რო არის, ქვემოთ რო audio და მე audio source-ი. ამაზე? ხო, მაგით არ შეიძლება? კი. object-ს ქმნის პირდაპირ, რომელსაც audio source აქვს მიბმული, ხო? და შეგვიძლია იმას სახელი დაარქვა მე. მაგითაც შეგვიძლია. ხო. და loop-ი ჩავურთე მე იმას. მოდი რახან 10 ცალი ის არის. ნუ ეხლა თამაშს რო ჩავთავთ, ეგრევე იმუშავებს ეს. აი track 1 ჩაირთვება რა, იმიტომ რომ audio clip-ში track 1 არის. აღონც დავუწევ volume-ს, თორე ძალიან მაღალზე ისმის. შვენიერია და მოდი აბა პატარა დავალებასავითი ხარო გააკეთოთ რა ახლავე. 10 ცალი ტრეკი ხო გვაქვს აქ, 10 ცალი მუსიკა. იო. დაარენდომეთ რა, თამაში რო ჩაირთვება. აქ შეარჩიოს ხოლმე რენდომად ამ 10-დან ერთ-ერთი შემთხვევით. ზოგჯერ მე-10, ზოგჯერ მე-7, ზოგჯერ პირველი. და აქ აუდიო კლიპში მოათავსოს ხოლმე რა, რომ ხან პირველი ტრეკი დაიწყოს, ხან მე-7, ხან მე-10, ხან მე-5 და ასე შემდეგ. ასე მე კამერაში რო გავაკეთე უჭირს კამერას რომ მივავა სკრიპტი. კი, არა პრობლემა. შეგვიძლია საერთოდ ახალი სკრიპტიც არ შექმნა და უკვე არსებული სკრიპტიდან გააკეთო. ნუ გააჩნია რა როგორ გააკეთებთ. ცადეთ აბა ახლა თქვენით გაკეთება და შეგვიძლიათ იმას გადახედოთ როგორ გვაქვს გაკეთებული, უკვე გაკეთებული გვაქვს ეგეთი ის რა, რენდომად ვირჩევთ რაღაცა მასივიდან. კონკრეტულს. ხო და შეგვიძლიათ მაგას მიაქციოთ ყველა. ასე მასივში რო დავამატოთ კიდე ეს ლევი. რომელში? აი აღების ხმები სადაც. ჯობია სხვა მასივი იყოს რა, სხვა სახელი ერქვას, იმიტომ რომ იმასის pick-up sounds ხო ქვია? კაი. ხო და ესენი background sound-ები არის და background sound-ების მასივი შექმნა ცალკე ჯობია რა, რომ არ აირიოს მე ერთმანეთში. მას audio source იყოს ერთი. audio source ერთი იყოს, ხო? audio source ერთი უნდა იყოს და ამ audio clip-ში თამაში ჩაირთვება. ხან track 1 უნდა მოთავსდეს, ხან track 3, ხან 4, ხან მე-10
ეგრე რა. ყოველ ჯერზე როცა თამაშს ჩართავ, ყოველ ჯერზე random აუდიო კლიპს უნდა აგდებდეს აქ. აი ამ 10-დან შემთხვევით არჩევს რა. ია. წადეთ აბა და მე დავბრუნდები ვარ წუთში. კიდევ ერთი ელენე შემოგვემატა. გამარჯობა ელენე. მას ისეთი კოდი არსებობს, რომ დავწეროთ, რომ დამთავრების შემდეგ play one shot ხო მას? ხო შეიძლება play one shot. რომ დავწეროთ update-ში. ანუ რო აირჩიოს ნებისმიერი. ხო. და რო დამთავრდება, მერე კიდე აირჩიოს. ხო, მაშინ უნდა განსაზღვრო, როდის დამთავრდა ეგ. ასე ეგეთი კოდი არ არსებობს დამთავრების შემდეგ რო აირჩიოს, აი რო ეწეროს კოდში. და არ იყოს შექმნილი რაღაცეები. ესე პირდაპირ არ მახსოვს, ნახავ გავიხსენებ მაგას და ჯერ მანამდე ის გააკეთე, რომ დასაწყისში აირჩიოს ხოლმე რენდომად და მე შეგვიძლია ეგეც, რომ დამთავრების მერე კიდევ მერე random სხვა საუნდზე გადავიდეს. ეგეც კაი იქნება. ედენ რახან ახლა შემოხვედი, იმას ვაკეთებთ, რა ქვია, background sound-ები ჩავსვით და 10 ცალი საუნდი გვაქვს. და დავალება არის, რომ ამ 10 ცალი საუნდიდან შემთხვევით ერთი ამოვირჩიოთ ხოლმე თამაშის სტარტზე რა. რომ ხან track 1 ჩაირთოს, ხან მე-10, ხან მე-7 და ასე შემდეგ.
დასაწყისში რენდომად რო ერჩიოს დავწერე. მუშაობს? არ გამიტესტია. ნახავ. ხო, შენაც იკითხე. როგორ მიხვდეთ, რომ დაამთავრა თუ არა ის საუნდიო, თქვათ, პირველი რო, თქვათ, track 2 შეარჩია, ის track 2 სტაკურა დაამთავრა თუ არა, რომ მე კიდე სხვა track-ზე გადავიყვანოთო. არის ეგეთი ისა. is playing აქვს რა, ბული აქვს audio source. ანუ შეგიძლია შეამოწმო, უკრავს თუ არა ისევ რა. და მაშინ აღარ უკრავს, როცა ის აუდიო კლიპი უკვე ამოწურული არის. მომოთ მაგ შემთხვევაში მოგვიწევს, რომ მე ლუპი გავთიშოთ. ჩვენ ხო ლუპი ჩართული გვაქვს background sound-ზე. და loops თუ დატოვებ ჩართულს, is playing ყოველთვის true იქნება. იმიტომ რომ ერთხელ რომ მორჩება, მე დაიღუპება, თავიდან დაიწყებს და loops რო გავუთიშავ, ერთხელ რომ მორჩება is playing ეგრევე გაფალსდება რა, რომ ამოიწურება ის აუდიო კლიპი. საუნდი. და შესაბამისად მაგ დროს მიანიჭებ მე ახალ sounds. ახალ აუდიო კლიპს შევუგდებ. როგორც კი is playing false გახდება და ნუ ბული უნდა შევქნა კიდე ცალკე. არა, მაგ ეგ გავაკეთოთ ერთად. ეხლა რაც ხო დავადება იქ გავაკეთე? მუშაობს? კი იმას. void start-ში დავწერე და. გვაჩვენება გაზიერი. აბა. აი, აქ წერე. მოიცა pick up audio source გამოიყენე? ო, იგივე audio source-ი გვაქვს. ერთ და იგივე audio source-ი. არ შემიქნია ახლა. ოკეი, მაგრამ ნახე. pick up audio source-ში ხო pick up audio source ხო დაუკრავს ხა რაღაც იმ background sounds შენთან. ნახან ეგრე გიწერია. კი. და მე pick up audio source შენ ხო იმას აგდებ რაღაც პატარა sounds power-ებს. და ეს გაითიშება. რა ქვია? და აღარ ჩაერთვება საერთოდ. ხო, ანუ გათიშავს იმას რა. ამ tracks, ან track-ი აღარ იქნება იმ pick up audio source შეგდებული და იქნება ის რაღაც power-ები. ახალ audio source შევქნი მაშინ. ჯობია ახალი audio source შექმნა კი. background audio source ან რაღაც background sound audio source ან რაღაც ეგეთი დაწერა. background audio source. აი ზევით როგორც გვიწერია ხო? ოკეი. და შევამოკლე, სამი გამოვა. და ხვევით background audio source მივუთით და იმის pickups audio source მაგერით. იგი ხო. აუდ ხო. ხო. და ასევე გადადი და იქაც unit-ში ჩავუგდე. მაშინ ცალკე ახალი ობიექტი შექმნა მომიწევს.
background audio source-ისთვის? ხო. კი. აი pick-up audio source შეგიძლია დუბლირება გაუკეთო და გადაარქვა სახელი. მარცხნივ იერარქიაში. არა, აქ აღარ გინდა. იქ. unit-ში. pick-up audio source რო გაქვს მარცხნივ, იმაზე ვიძახე. ობიექტზე. აი მაგას შეგიძლია დუბლირება გაუკეთო და სახელი გადაარქვა. პლეიერს ჩაუგდება ხო? კი. მეგა. ჩაუგდება. ხო. აბა ხა შემოწმა. მუშაობს. ჩვენი და ასევე. ახლა ის როგორ გავაკეთე მას? რო დამთავრდება მე სხვა რო აირჩიოს. მოდი ჩემთანაც გავაკეთებ და მე ერთად გავაკეთოთ. აი. აი, ელენე შენს ხარ გააკეთე. მაგრამ თან არ ვაკეთებ. არ გამომივიდა თქვენ გიყურებთ. კაი. მოკლედ. background sound is მოდი ამასაც ის დავარქვათ background audio source. ეს ტრეკი აღარ გვინდა აქ რო ჩაგდებული იყოს, აქედან ამოშალეთ, ან აქ მონიშნავდა none-ზე გადაიყვან. რო თავიდან რაღაც ტრეკი არ იყოს და კოდიდან გავაკეთებთ მაგას. და ახლა კოდში შევიდეთ. player script-ში ავიდეთ ზევით. და აქ როგორც გვიწერია, რომ public audio source, pick-up audio source რო გვიწერია. მანდ დავამატოთ public audio source. Background audio source. და public audio კლიპების მასივი. Background sound. ზუსტად იგივე პრინციპი არის, რაც იმ pick-up-ზე გავაკეთეთ. ანუ ერთი audio source ქონდა pick-up audio source და audio კლიპების მასივი ქონდა pick-up sound-ი ერქვა. და ამ pick-up audio source ვაკვრევინებდით ამ მასივიდან არჩეულ შემთხვევით pick-up sounds. ზუსტად იგივეს გავაკეთებთ, ახლა background audio source-ი გვაქვს და ამ background audio source დავაკვრევინებთ background sound-იდან არჩეულ შემთხვევით audio sounds. და ეს მასივი არის. 10 ცალი ტრეკი გვექნება ჩაგდებული. აღარ უნდა გავაკეთოთ start-ში. with start-ში მივიდეთ. და ჩავწეროთ, რომ background audio source წერტილი play one shot. ეს მაგრამ მოხსოვს აგეთოს play the clip at a specific time on the absolute timeline that will. Okay. Play one shot და play one shot-ში ჩავწეროთ
background sound მასივის ფრჩხილები და აქ უნდა ჩავწეროთ კონკრეტული რიცხვი, ხო? 0-დან 10-მდე გვინდა, ხო, მე მგონი? აა 10 ცალი არ. 0-დან 9-ის ჩათვლით იდეაში, ხო? მაშინ მაგის წინა ხაზზე დავწეროთ int random sound უდრის random range 0-დან 10-მდე. 10-მდე რო მას 11-მდე არა. როგორ? 10 სამუდია და 11-მდე არა მაქვს. ხო 0-დან იწყება აქ. მაგრამ 10 ხო აკლებს მერე და. როგორ? ხო მაგრამ 10 ხო აკლებს მერე და აირჩევს 1-დან 9-მდე მას. 0-დან 9-მდე. მე-10 ელემენტი არ გვექნება აქ, იმიტომ რომ 10 საუნდი გვაქვს და 0-დან რო დაიწყება, ბოლო იქნება მე-9. ხტი? ხო, შენც 10 ჩაწერე აქ, თუ 11 გეწერა. იმიტომ რომ ამის წინას შეარჩევს უეჭველად მე-9-ს. და ბოლო საუნდი ჩვენთან მე-9 იქნება რა, იმიტომ რომ 0-დან იწყება და სულ 10 არის. და აქ ჩავწეროთ random sound. Okay. დავასაივოთ. გადავიდეთ unit-ში, player-ი მოვნიშნოთ და გამოჩნდებოდა background audio source ჩასაგდები ადგილი. ჩავაგდოთ background audio source-ი. და background sound-ში ჩავკეტოთ ეს ბოქლამით, რომ არ გაქრეს. იმიტომ რომ 10-ვე sound-ს რომ მოვნიშნოთ, გაქრება ეს. მოვნიშნოთ 10-ვე sound-ი და წამოეღოთ ჩავუსვათ აი background sound-თან მოვიტანოთ და ჩახდება ყველა. მე დავაჭიროთ ბოქლონს ისევ მოიხსნას და აქ ვნახავთ რომ ელემენტ 0-დან იწყება და ელემენტ 9 არის ბოლო. აი მე 10 ტრეკი არის მაგ ელემენტ 9-ში. Okay. შევამოწმოთ აბა. ახლა შეიძლება ერთი და იგივე არჩია. ხო. ახლა სხვა. მუშაობს. ედენ ნახეება შენთანაც თუ მუშაობს. მე თქვენ არ გიყურებდით ისევ ჩემსას ვაკეთებდი და ისე გამომივიდა სხვათა შორის. შენიერი. რენდომად ირჩევს ანუ ხო? თამაშურთავ შემთხვევით ირჩევს. კი, ოღონდ background-ში ის დავამატე, ანუ სკრიპტი დავამატე და ისე. ცალკე სკრიპტი დავამატე, ოკეი. თავიდან player-ში გავაკეთე, player-ში გავაკეთე, არ იმუშავა და ამას დავამატე მე player-ის სკრიპტი.
თვითონ ამ background audio source ხო, მაგას დავუმატე. ის უკვე არსებული player-ის სკრიპტი თუ რამე ახალი სკრიპტი? არა, რაც დავწერე. ახალი არა. თვითონ სკრიპტი მიაბი თუ მაგას ვერ მიხ. ხო, თვითონ სკრიპტი მივაბი. ხო, ანუ player-ის სკრიპტში დავწერე თავიდან. ხო. მაგრამ რო არ გამომივიდა, მე მაგას დავუმატე ის player-ის სკრიპტი. ორიგინალი რაც ხო, არის. გასაგებია და ეგრე ცუდი იქნება, იმიტომ რომ შეიძლება player-ის სკრიპტში რაღაც ისეთი გეწეროს, რომ მე ამაზე გააკეთოს ეგ რა. და ეს ხო player-ი არ არის. რაღაც ცალკე ობიექტი არის, empty game ობიექტი, რომელსაც background audio source ქვია და რაღაცაზე შეიძლება პრობლემა შეიქმნას მერე. რატო არ მუშაობდა player-ის სკრიპტში რომ ჩვეულებრივად ეწერა, აბა თუ ვინმე გააზიარა და შევხედოთ. კარგი, გავაზიარე. მიდიება. ამას წავუშვი მაშინ. ხო. აი. ხო, music track-ებში ჩაგდებული გაქვს ყველა და ეს არის random audio play. დავანახება random audio play audio source უდრის get component audio source. თავის თამაშება. მოდი ამ audio source background audio source დაარქვი, რომ მივხვდეთ რა მე, იმიტომ რომ ზოგადად audio source-ი ქვია ეხა. აი ეს ჯერ ზევიჩევ რა ნახე. კონტროლს დააჭერე, ქართულად იწერება. ნახე, უფრო რო გაგიმარტივდეს. დააბრუნა იმაზე როგორც ეწერა. რაც ეწერა მაგას დააბრუნა. მარჯვენა ღილაკს დააჭირე ხა მაგაზე, rename და ეხლა დავარქვი რაც კიდე და ყველგან გადაარქმევს. background audio source შემოგლებთ. ეგ არის. აი, ოღონდ ხა ამ შემთხვევაში get component audio source არ გვინდა რა, ხელით ჩავაგდოთ ჯობია, ანუ ეგ წაშალე. საერთოდ ეგ ხაზი. და ზევით public-ი გააკეთე, private კი წერია ხა 32 ხაზზე და public-ად გადააკეთე, რომ ხელით ჩააგდო მე. კაი, რა გაქრა წერია music tracks at the length to this nulls return. Okay, ეს არის massive-ის იმას ამოწევ. massive-ი თუ ცარიელი არის, არაფერს არ იზამს. და random index-ი გიწერია music tracks at the length, okay. და background audio source წერტილი clip უდრის. და მე play, ხო. play one shot-ის მაგირად ესე გიწერია, okay. და ეს random audio play გამოძახებული გაქვს სტარტში? კი. Okay. დასეივა. გადადი. ეთყობა წეგანი იმიტომ არ იმუშავა, რომ get component audio source გეწერა. get component audio source აკეთებდა იმას, რომ player-ზე ეძებდა components. და ეხლა შენ აქ background audio source-ში უბრალოდ ჩააგდე ის non audio source რო აწერია. დაბლო. მარჯვენა. რა ჩავაგდო? აი ეს უნდა ჩააგდო იქ player-ზე. player-ი მონიშნა. და აი audio source რო ჩანს. დაბლო. აი მათ ჩააგდე ეგ.
Всё. აბა ხე თავიდან ჩართე და რაღაცა სხვა შეარჩევს. Всё. შენი ის თვითონ სცენაც დაასეივე. კარგი. ახლა როგორ შევამოწმოთ? ანუ გაბრიელმა რას თქვა რა, იგი რო გავაკეთოთ. რო ვთქვათ, რო ჩავთავთ თამაშს რაღაცა ტრეკი ხო ვარდება აქ და ის ტრეკი მიდის რა. და უკრავს და როგორც კი დამთავრდება ეგ. მაგდროსო სხვა ტრექსი გადავიდეთ რა. ხო და ესეთი რაღაც რო გავაკეთოთ, მაშინ მაგ შემთხვევაში ლუპი აღარ გვინდა, ლუპი გამორთეთ აქ აუდიო სორსზე. თუ ჩართული გქონდათ. ლუპი რო აღარ იყოს. დავასეივოთ და სკრიპტში შევიდეთ. და უნდა შევამოწმოთ ახლა. ესეთი რაღაცა. მაგრამ მაგის შემოწმება მოგვიწევს update. მოიცადეთ და ვფიქრდეთ. ანუ update-ში ყოველთვის მოგვიწევს შევამოწმოთ. მორჩა თუ არა ის კლიპი რა. ხო და უფრო მარტივი რამე თუ მოვიფიქრეთ აბა დავფიქრდეთ ცოტა ხანი. რო თქვათ update-ში არ მოგვიწიოს მაგის შემოწმება. თუ არა და მე update-ში ჩავწერთ. აი, ისეთი არაფერი მოვიფიქრდა ახლა. და მოდი ჯერ update-ში ვცადოთ. და მე თუ რამე შევცვლით. თქვათ ხა სატესტოდ აქ რო გადავამოწმოთ. ხო ქვია იმას background audio source. წერტილი is playing
ოღონდ ძახნის შენ დაუწერეთ მარცხიდან, იმიტომ რომ false როცა არის. ანუ ზოგადად is playing true არის მაშინ როცა მიდის რა საუნდი უკრავს და როგორც გამოიწურება ის აუდიო კლიპის ხანგრძლივობა is playing-ი false გახდება ეგრევე და როცა false არის, ანუ ძახის შენ რო გვიწერია აქ ნიშნავს რომ როცა is playing-ი false-ია, მაშინ გააკეთოს აქ ჩაწერილი რაღაც კოდი. აქ ჩაწერილი კოდი იყოს რომ პრინციპში ეს რა ისო მას და საიდან ხდება ეს is playing-ს? ჩაშენებული აქ თვითონ აუდიო source აქვს რა. ანუ ეგ ბული გაკეთებული არის უკვე და true-ს გაძლევს is playing-ი, როცა აუდიო source-ი უკრავს იმას კლიპს და false გაძლევს, როცა აღარ უკრავს. ხო და მოდი ეს გადმოვაკოპიროთ აქ. ახლა სატესტოდ რახან test out. ხო და მაშინ ახლა მოგვიწევს რომ ეს რო გავტესტოთ, მე დაველოდოთ ერთი რამდენი ხანიც არის საუნდი. ხო და რაღაცა პატარა საუნდზე რო გავტესტოთ. მოდი ამაზე გავტესტავ, აი თქვათ. მაგრამ იქ გვაქვს ჩვენ ბევრი საუნდი. Very tricky. მარტივად როგორ გავტესტოთ. ცოტა ხნით სხვა ისენი რო ჩავაგდოთ მოკლეები. ასე გვიფიქრე. ეს გავანებოთ. ჩავკეტოთ და რავი, რამდენიც არის. 2 4 5 2 4 5 აი აქამდე 10 წელი. ჩავაგდე და ვნახოთ რა. ხო, მუშაობს. background-ზე იცვლება ხმები რა. ხან ერთია, ხან მეორე, ხან მესამე. კაი. ამას გავანულებ ისე და იმ ტრეკებს დავაბრუნებ. იმიტომ რომ იმუშავა და შესაბამისად ამ ტრეკებზეც იმუშავებს. ერთ ტრეკს რო თქვათ რომ მორჩება, მე სხვას ჩართავს. აი, მოდი ესეც რო დავალაგოთ ცოტა, ცალკე ვოიდი შევქნათ აქ. თქვათ სტარტის ზევით. Play background sound. დავუხოთ და ეს გადავიტანოთ მანდ. სტარტში რო გვიწერია. და play background sound გამოვიძახოთ. სტარტში. და update-ში რო გვიწერია შემოწმება რომ is playing to false არის, აქაც play background sound გამოვიძახოთ იმის მაგივრად.
ჩემთან არ მუშაობს. რატომ? არ ვიცი, მას ჩავერთე და არ იყო ხო. მაგაზი არ. აი, აქ რო ვაწვევი. მოძრაობდი რომ ის მაშინ არის ხმაურს. კაი, ბექგრაუნდის ხმები არ იცვლება, ხო? არა, მას აქ სხვა ხო არ ჩაუგდო. ხო, ლაზერები არ ჩაუგდო, აი ცოტა განსხვავებულები ჩაუგდი, აი ეს ჩაკეტე უჩერეს, ხო? და გაანულე background sound-ი ჯერ და ეხლა ერთი ცალი საუნდი გაკლია, მაგრამ და შეიძლება ზუსტად ეგ არჩიოს მეცხრე და გაგიეროროს და ერთი საუნდი კიდე ჩააგდე. მაინც ერთხელ ხმავს. აი გამორთე. აი გაერორა, იმიტომ რომ ეს ის არის. Respawn-ლეთის. მონიშნე background audio source ერწევს. ლუპი გათიშული გაქვს? ლუპი გათიშული. კოდი მაჩვენება. აი ეგ თავიდან რო არის და აქ მერე ზევით ბული უნდა შემეხნა. ეს is playing-ზე. არა, იქ შექმნილი აქვს უკვე შეგინით აქვს audio source. და პირდაპირ გამოვიყენეთ. ეს ეგრე მიწერია. რენაირად არ მუშაობს, ვახტებ. და დასწრებული არ გაქვს მეგონი ეს კრიპტო. ვახცად. ისმის მას. და გადადის და იცვლება, ხო? იო. ოკეი, ეხლა ის ჩვეულებრივი საუნდები ჩაყარე იქ ისევ ტრეკები და ელენ შენთან მუშაობს?
არ დამიწერე ბოლომდე კოდი. აი update-ში გვიწერია ეს. შენ ეს უკვე გიწერია, მეგონი play background sound. და იდეაში ესეც გიწერია, ოღონდ სხვანაირად, ანუ play გიწერია რა. ხო და რა ვიცი ეს იმუშავებს, ეს დაამატე უბრალოდ შენთან და იმუშავებს. ნახევა თუ მუშაობს და მითხარი. საერთოდ აღარ მიჩვენებს player-ის script-ში იმას აუდიოს. ჩასაგდებ. ვაფშე აღარაფერს აღარ მიჩვენებს, რაც უნდა დამატებული. ერორი ხო არ გაქვს რამა? გააზიარება? არაფერი არ გქონდა. და ყველაფერი წერია. კონსოლში გადადია ვერზონს. ყვებით. არა, იმიჯი კონსოლში მარცხნივ, აი ერორები სადაც ვარდება ხოლმე. რანაირად გაქრებაც. აი დაასეივე და გადატვირთება იუნიტი. გამორთდა თავი ენჩერტი. ანუ რა დაამატე ახლა ბოლოს? სკრიპტში რამე დაამატე? თუ რანაირად შეიცვალა ეს? ეგ update-ში უნდა ეწეროს. მაგრამ იმასთან კავშირში არ არის, რაც მოხდა. სტარში დაშალა, ხო? დაასეივება. რანაირად გაცვლა. ეწამს სკრიპტში შედი და ზევით ცვალდებში ადიება. სკრიპტში შედი და ცვალდებში ადი ზევით როგორ ცვალდები. მარტო health-ის header-ი ჩანს, ხო? დაჟე მარტო hearts ჩანს, ბოლო არის hearts. და ნუ რანაირად ვერ ხვდები.
სამ წერტილს დააჭირება მარჯვენა player script-ზე. აი მიბმული სადაც აქვს. გაჭედა. თავიდან ქენი ეწევს. აი, მან თქვა დააჭირვა ის სულზევით, რო სამ წერტილი არის, კომპონენტების ზევით. აი მათ. აბა დებაგში გადად, დებაგს დააჭირა. ნორმალის დაბლა რო არის. აი, ეხა დაბრუნდი, აბა იმაზე ნორმალზე. იქ. არ ვიცი რა მაურია ვერ მივხვდი. არა, ოკეი, დაბრუნდა. ხო, არ შეგვდება არ მოგიწევს შენ უბრალოდ ხო, აქ შეცვალე ის რო გავტესტოთ. 0 ჩაწერე მანდ. მე ბოქლომით ჩაკეტე. ჩაკეტე ბოქლომით და საუნდებში რო გადახვალქვევით. აი საუნდების უნდა ხო. აი რომელიმე 10 წელი საუნდი აიღე მაქედან და ჩააგდე რა. აი music tracks-თან მივიდა, ხო. იცვლება? იცვლება. ოკეი, მაშინ ახლა ისევ დააბრუნე ის 10-ვე საუნდი და იმუშავებს. ოკეი. აი, კიდე რამე საუნდი გვაქვს ხა იქ ჩვენ რაც შესამატებელია ხა რაც გვაქვს გაკეთებული. იმებზე ისმის აღებებზე სამს რო იღებს სხვა მეგონი ყველაფერზე გვაქვს საუნდები. explosion-ებზე გვაქვს. აი, background-ებიც იცვლება. აი, ხა ის გამოვაჩინოთ, რა ქვია, ვიზუალურად გამოვაჩინოთ ტექსტი იმისი. ემო რამდენიც აქვს რა. მაგის ტექსტი არ გვაქვს ვიზუალურად canvas-ში შევიდეთ. შევქნათ ტექსტი მარჯვენა მაუს მარჯვენა ხელაკი. UI legacy text და დავარქვათ ამას emo text. მას ახრას ვაგეთ. ბუეთების რაოდენობა უნდა გამოვაჩინოთ ვიზუალურად. ხო არ ჩანს. და ტექსტს ვქნით, რომ ეს emo გამოჩნდეს რა რამდენი აქვს აგროვებული. ტექსტი შევქმნით. მარჯვენა კუთხეში დავსვათ, ხო? წითელ პლუს დააჭირეთ, Alt-ი და მარჯვენა ზედა კუთხე ავრჩიოთ. ცოტა გავწელოთ. ფონტში ჩავაგდოთ ის ფონტი რა გვაქვს ასეტებში. აი ეს. და
მაგათ 70 მაინც იყოს. 70 ბევრია. არა, ოკეი. 70. ხო და აქ დავწეროთ, მერე ჩვენ emo ეწეროს და slash-ი და გვერდით ეწეროს რიცხვი რა, ეგრე გავაკეთოთ. ფერი შევარჩიოთ რამე. შეჯერებით. ზომები მანახეთ იმის. ის თუ იგივე დაუდოვოთ. აი მაგ ტექსტის ჩარჩოს. ფონტის. ფონტ საიზი. ფონტ საიზი 70 მიწევს. ოკეი, დავასეივოთ ეს, შევიდეთ ახლა player script-ში. და ზევით მას აქ რა დააწერეთ? new text-ში. new text ადგილას. არაფერი new text-ი. თუ არაფერი. კოდიდან მაინც უნდა გადაეწეროს, თან მნიშვნელობა არა აქვს რა. player script-ში აქ დავამატოთ, მოდი shoot რო გვიწერია, header shoot. მან გვაქვს bullet amount-ი. და მან ჩავამატოთ public text. emo text, მოდი ესე იყოს. და სადაც ისვრის ეს player shoot რო გვიწერია, მან ხო გვიწერია, რომ bullet amount-ს გამოკლებული 1. იგ. და ის bullet amount-ზე დავაყენოთ ის, ხო? რა. სტარტშიც უნდა ავსახოთ ეგ და ცალკე void-ი ჯობია რა. მოდი ცალკე void-ი გავაკეთოთ. და ვარქვათ apply emo. და შეგნით ჩავწეროთ emo text წერტილი text უდრის ბრჭყალებში emo slash გვერდიდან პლუსი ბრჭყალის მარჯვნიდან და bullet amount-ი. ხო? bullet amount-ი რამდენიც იქნება, მაგდენ უნდა მიეწეროს გვერდიდან. ჯერ ეს სიტყვა ჩაიწერება, ამის მარჯვნიდან მიეწერება bullet amount-ი რამდენიც იქნება იმ წამს. slash-ი რისთვის უნდა? რამდენი აქვს emo? რა თუ ეს თუ გინდა ტირე გააკეთე, რა ტექსტი ტექსტი არის ეს, ხო? მე ცალკე მიგონა. და ეს apply emo. გამოვიძახოთ start-ში, რომ start-ში ეგრევე აისახოს რამდენი bullet-იც აქვს იმ ტექსტში. აბდე void-ში რო გამოვიძახოთ ესა. შეგვიძლია კი? void-ი. შეგვიძლია. მაგრამ მას სულ იზამს მერე და ჯობია რომ ოპტიმიზაციისთვის ხო ერთხელ აისახოს start-ში და მერე ყოველ ჯერზე როცა აკლდება ან ემატება პირიქით. და ჯერ იქ წავიდეთ სადაც აკლდება player shoot-ში. აი bullet amount -1 რო გვიწერია, მაგის დავლა ეგრევე გამოვიძახოთ apply emo. როგორც კი დააკლდება bullet amount-ს, ეგრევე აისახოს ტექსტშიც. start-ში დავწეროთ ხოლმე. start-შიც გამოიძახე და სხვადასხვა ემატება აღებაზე, ხო? აღების დროს. სად არის? აი emo constraints. აი bullet amounts plus random range. მაგის მერეც apply emo. აღების დროსაც
მიემატება. მას errors მოგებს. სად? აი მე bullet amount text დავარქვი და უდრის emos ხაზი და მე პლუს bullet amount. შეადარია ამას რა გიწერია არასწორად. ეგრე მიწერია ზუსტად. აქაც bullet amount text ხო არ გიწერია? მან public text-ის სახელი უნდა ჩავწეროთ. აქ ბოლოში? არა, ბოლოში bullet amount-ის სახელი უნდა ჩაწერო, რიცხვი რაც არის bullet amount-ი. ზევით შექმნილი გვაქვს უკვე ეგ. და აქ მანამდე კიდე emo text-ი. შენ თუ bullet amount text დაარქვი, აქ ტექსტი უნდა გეწეროს. ანუ აქაც იგივე ხო არ გიწერია თქო რა, რახან შენ იგივე სახელი დაარქვი bullet amount-ი რო გქონდა და მე bullet amount text-ი შექმენი, აქაც bullet amount text-ი ხო არ გიწერია თქო რა, რახან ერთნაირი სახელებია. არა, მას ზუსტად ეგრე მიწერია, მაგრამ მაინც errors მიგებს. რაზე აწითლებს აბა მაგი რაც bullet amount-ზე თუ რა strings ვერ emo-დან დაწყებული ბოლომდე ვას. აი აქ error-ებში მიჭერსო string-ი, ისა ვერ გააზიარე აბა ერთავს. პლუსი არასწორად გიწერია შეიძლება. არასწორად გილას. ანუ პირდაპირ ტექსტ კი არა, წერტილი ტექსტიც უნდა იქ. ანუ bullet amount text წერტილი ტექსტ უნდა გეწეროს. 78 ხაზზე. ტოლობის მარცხნივ. bullet amount text წერტილი ტექსტ. აი თუ შეხედავ ჩემ გაზერეულს, ეგრე მიწერია ზუსტად. emo text წერტილი ტექსტ. წერტილი ტექსტით უკავშირდები იმ ტექსტის აი ამ იმას კომპონენტს რა, აი აქ რაც უნდა ჩაიწეროს, აი ამას უკავშირდები. და წერტილი ტექსტი რო არ გიწერია, მაგითო გიერორებს. მიხდი? გაჭედა მე მგონი. მე გამიჭედა თუ გაბრიელს. ედნეშ გესმის შენ? გაბრიელს გაუჭედა მგონი. შეიძლება ინტერნეტი გაეთიშა და დაგვიბრუნდება და მანამდე გავტესტოთ. მოკლედ apply emo ფუნქცია გვაქვს, სადაც გვიწერია, რომ ტექსტში დაიწეროს emo slash-ი და გვერდით მიეწეროს რამდენიც აქვს bullet amount-ი. და ამას ვიძახებ start-ში დაიწეროს, დაკლების დროს და მომატების დროს. დავასევიოთ, გადავიდეთ unit-ში და players რომ ვნიშნავთ, აქ ერთ-ერთი ჩასაგდები იქნება emo text-ში. აი ეს emo text. დავასევიოთ და ჩავთოთ. emo 10 დაიწერა. 9. ყოველ სროლაზე აკლებს. გამაგდო და შემოეძისე. ცოტა აქეთ მივწევი, იმიტომ რომ აღარჩეს. ცოტა დიდი უნდა იყოს. იცლება შესაბამისად მომატებაც იმუშავებს. ხო, გაბრიელ. გაზიარი თავიდან. ნახე,
78 ხაზზე bullet amount text რო გიწერია. წერტილი ტექსტ უნდა გეწეროს მანდ. მაგის მე. გასწორდა. ხო. ანუ პირდაპირ ტექსტ კომპონენტი რო შექმნით, პირდაპირ მაგაში ვერ ჩაწერე რაღაცა string-ს. წერტილი ტექსტ უნდა დაწერო რა, წერტილი ტექსტი არის. აი unit-ში რო გადახვალ ხა. აი new text-ი სადაც წერია, ეგ არის წერტილი ტექსტი და მაგას უკავშირდება. რომ new text-ის მაგირად ჩაწეროს მერე, აი მარჯვენა კომპონენტს ხო ხედავ ტექსტ რო ქვია. new text-ის მაღლა. აი მაგას უკავშირდები წერტილი ტექსტით რა. ჩაგდე ხა იქ unit-ში რო გამოჩნდება ეგ ტექსტი და იმუშავებს. არ ჩადვიქრო. ხო, რა ჩაიტვირთებ. აქ რასაც უნდა ჩავდახო მას. Player-ში შევქმნით ეგ ცვლადი. Player-ი მონიშნე და ტექსტის ჩასაგდები ადგილი გამოჩნდება და ეგ amount-ი ჩავუგდე ტექსტი. ტექსტის ობიექტი. bullet amount text ჩავუგდე ეს game ობიექტი? amount კი. გავტესტო. ჩართე და გადასტე. მუშაობს ხო? მუშაობს. ოკეი. ელენე შენთან მუშაობს? მუშაობს. კაი, კითხვა ხო არ გაქვს რამე? არა მაქვს. კარგი, რა მაშინ შეგვიძლია დღეს დავასრულოთ. და დავალებას დაგიწერთ Discord-ს. ოკეი. კარგი. კაი. ნახვამდის. ნახვამდის დროებით. ნახვამდის.